წავედით გოტენბურგში. ხვალ იწყება შვედეთის ბიოინფორმატიკის კონფერენცია და ხვალ მაქვს პრეზენტაცია და ეს ბოლო 2 დღე ვიყავით სუდად. როგორც ყოველთვის წარმოდგენა არ მაქვს რა დამემართა. კუჭი მტკიოდა ეს ბოლო 2 დღე. სუდად გავხდი საღამოს. მთელი ღამე სუდად ვიყავით და გუშინ მთელი დღე მქონდა სიცხე. აღარ დაბალი სიცხე მქონდა. ბევრად უკეთესად ვარ დღეს მსუბუქ კვებაზე. დილით სიცხე აღარ მქონდა, ღამეც კარგად მეძინა. მთელი დღე მაქვს დღეს იმისთვის რომ გამოვუკეთდე. ყველამ კი მითხრა რომ დააკვირდიო და თუ კარგად არ იქნები არ წახვიდეო, მაგრამ უკვე უკეთ ვარ, ასე რომ გაცდენა არ მინდა თან. ერთადერთი ის იყო რომ ჩემ თანამშრომელთან ერთად მქონდა ოთახი დაჯავშნილი, მაგრამ იმის გამო რომ სულად ვიყავი და არაფერი გადმოგდო მეთქი, მომიწია სხვა ოთახის დაჯავშნა, ვიქნები ცალკე. ჩემ OG გამომწარებს გეცოდინებათ რომ გოტენბურგში ვცხოვრობდი 20-20-ში. სანამ კოვიდი დაიწყებოდა, ბოლო სამაგისტრო ნაშრომისთვის გადავედი გოტენბურგში და 9 წელი უნდა ყოფილიყავი. ხოდა ძალიან მიყვარს გოტენბურგი და ყოველთვის მიხარია ხოლმე ჩასვლა. და თან მეგობრები მყავს და უნდა გამოვუკეთდა, ეხლა სხვა გზა არ არის. თავს შემოუძახო ცოტა. მე მგონი უბრალოდ რაღაცა მაწყინა. გუშინ სუდად რო ვიყავი სიცხიანი, ვუყურებდი ვერიტასიუმის ვიდეოს ესკალატორებზე. ეს ბოლო პერიოდია რომ ჩავუჯექი, მართლა. ალბათ ყველაზე ხშირად ვუყურებ ვერიტასიუმის ვიდეოებს YouTube-ს. გუშინ ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს. არა და ამ თვეში მქონდა გეგმა რომ ყოველდღე 10 კილომეტრი უნდა მეულო და ჯერჯერობით კარგად მივდიოდი, რაღაც 10.5-ზე ვიყავი ასული საშუალოდ და გუშინ მოკლედ ამ ჩემმა კუჭმა დამაგდო. მაგრამ ეგ არაფერი, ერთი დღე არაფერს არ წყვეტს. ფორა მქონდა ისედაც. ვერიტასიუმი ძალიან მიყვარს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი YouTube ჩანელია და მოკლედ ვიდეო აქვს, რატო აქვს ესკალატორს კბილები და ხსნიან მექანიზმს, რაც აი ისტორიას, ვინ გააკეთა პირველი ესკალატორი და რა პრობლემები იქნებოდა მექანიკურად, ხალხი იქცეოდა თავიდან და რო ადის მე ხა სწორდება ესე და რანაირად ტრიალებს და დაბლა რო ჩადის ესკალატორი, ხალხი თუ დგას ამ ესკალატორზე, იმდენი ენერგია გამომუშავდება, რომ ეს ენერგია მე ხმარდება ზედა ესკალატორს. ხოდა ჩემ პერსპექტივაში ცოლა, იმიტომ რომ დაბლა ჩასასვლელ ესკალატორს არასდროს ვიყენებ ხოლმე თუ კიბეებია იქვე, მაგრამ ამ ესკალატორის გამოყენებით დაბლა როცა ჩადიხარ და შენი წონით შეიძლება მთელი შენობის ენერგიას ხმარდებოდეს, ანუ შეიძლება შენახო ამ ენერგიის, რომელიც გამომუშავდება ამ ესკალატორზე ჩასვლისას. კიდევ ვუყურე გუშინ ვიდეოს ერთ-ერთ დილემაზე. ეხლა არ ავხსნი მაგ დილემას, მაგრამ ძალიან საინტერესო ვიდეო აქვს. მაინტერესებს თუ უყურეთ რომელ ბანაკს მიეკუთვნებით. მე ვარ 1/5-იან ბანაკში. ბევრი მიზეზის გამო. ეხლა ჯერ ველოდები ერთ-ერთ მატარებელს რო ცენტრალურ სადგურამდე მივიდე და მე იქიდან უნდა გადავშვა ჩემს გოტენბურგის მატარებელში და ანუ რაც მე დამატანიანებელს ვისვამ და მაინც გამომშრალი მაქვს აი ამ ადგილასკანი, აი აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო. About 5 minutes. საჭმლისთვის გამოვედი და ქოლგა დამრჩა, ასე რომ ბრუნდები ახლა ესე უკან რომ ქოლგა ავიღო. რესტორნის და თავი არ მაქვს. სუპერმარკეტში მივდივარ რაღაცა მარტივი ვიყიდო. Grocery haul. ჩემი საძილი, წყალი, შოკოლადი. ჩემი საყვარელი შოკოლადი არ ქონდათ და ვიყიდე პისტაჩიო, sea salt. ხალი და ვაშლი. მე
რა სადმე მივიდიოდა და ვაშლი არ მქონდა სხვა შეუძლებელია. დიდი ხანია მსხალი არ მიყიდია სხვათა შორის და აუ ჩაი მინდა და აქ ჩაის საშუალება არ არის მანდორი. დაბლა შევამოწმე სპორტ-დარბაზი. ზია მუდმივად. ასე რომ ეხლა მე ვივახშმებ. მირეპეტიცია. გუშინ ისე გავაგზავნეს პრეზენტაცია რომ ერთხელ არ მაქვს რეპეტიციები და განსაზღვრულია დრო და მე მგონი ვწდები, იმიტომ რომ მილიონი სლაიდი მაქვს როგორც წესი. რეპეტიციას რომ მოვრჩები, მე ვაპირებ რომ ჩავიდე სპორტ-დარბაზში და გაწელოები გავაკეთო. ბევრს ვარაფერს ვიზამ, მაგრამ სუბუქი იოგა არ იქნებოდა ურიგო. ძალიან მოძრაოდ ვიყავ ეს 2 დღე და არ მაწყენს. ერთი პრობლემა ის არის რომ მარილი არ გვაქვს. დაბლაკი შეიძლება და ისე ჩავსულიყავი და მეთხოვა მარილი რესტორანში, მაგრამ არ მაქვს მაგის ნერვები. და ან ბევრი არჩევანი არ გქონდათ და რაღაცა ძალიან მშრალი სალათი გამოვიდა, მაგრამ ეგ არაფერი. გარეთ როგორია მივიაცით? ნიდერლანდები. ქარი, ესე მოდის წვიმა. ქოლგა კინაღამ გამიტეხა. ისედაც მორყეულია უკვე ეს ქოლგა ბევრს უღარ უძლებს. თითქმის 1 წელია რა სტოკჰოლმში ვარ და ესეთი ამინდი არც მახსოვს თუ იყო ალბათ ერთხელ ან ორჯერ. ძალიან უმარილოა. ან ცოტა დიდი სუპერმარკეტი უნდა მომეძებნა, მეტი არჩევანი რო ქონოდათ. მსხალი იყო 10 out of 10. სალათი 2 out of 10. ეხლა ვნახოთ ჩემი პისტაშიოს შოკოლადი როგორი იქნება. Dark chocolate აწარია და 55% რანაირი dark chocolate არის. მე ვარ აი როგორი dark chocolate, იცით, ცარიელი კაკაო მინდა რომ იყოს. 70% not dark enough for me. მაგრამ პისტაშიომ დამარცხმულა. სუნი კარგი აქვს. Feels dark enough და მართლა ის აქვს შეგნით, ანუ იგრძნობა, ის არომატიზირებული არ არის. შოკოლადი decent 7 out of 10. მე მგონი 7 ცოტა ზედმეტი მოუვიდა. მეძრო საქმეს მივხედოთ ახლა. კიდევ კაი ვირეპეტიცია. ზოგადად ლაპარაკს რო ვიწყებ, მე თავის მოდის ხოლმე და ეხლა იმდენად არ ვარ მობილიზებული და ეხლა რა დავიწყე ლაპარაკი, იმდენი მოვედე, მაგრამ სხვა ვარიანტი არ, ანუ როცა სცენაზე ვდგავარ, ჩემი ტვინი სხვანაირად მუშაობ, მაგრამ რადგანაც განსაზღვრული მაქვს დრო, ვიფიქრე რომ რამდენიმე სლაიდზე მაინც რომ ვიცოდე ზუსტად რას ვამბობ, იმიტომ რომ დასაწყობია რა, თან რომ გავაგზავნე სლაიდები, უკვე ისეთი იქნება ატვირთული და ეხლა კი მინდოდა რაღაცები შეცვლა, მაგრამ ეხლა აზრი არ აქვს, ანუ როგორც არის დაწყობილი, ზუსტად იმას უნდა მივყვე. ხოდა კიდევ კაი ვირეპეტიციე. ზუსტად არ გამიზომია დრო, მაგრამ პირველ 4 სლაიდს ვანდომებ, 2 წუთს ვეტყვი, რომ 2 წუთი რომ ექნება დარჩენილი, შემახსენონ. არ მგონია 8 წუთზე მეტი დამჭირდეს და ჯობია რომ ისევ ადრე მოვრჩე, უფრო მეტი დრო იქნება კითხვებისთვის და თუ რას დაინტერესებთ, იმას კითხავენ და მე ვილაპარაკებ უფრო მეც და ავხსნი. საათ ნახევარი მოვუნდი ყველაფრის დალაგებას ჩემს თავში. არ მეგონა ამდენი ხანი თუ დამჭირდებოდა. კიდევ კაი შოკოლადი ვიყიდე. ეხლა დროა რომ ავდგე გამოვიცვალო, ჩავიდე სპორტ-დარბაზში. იოგა იყო 10 out of 10. ზუსტად ის რაც მჭირდებოდა, აი ისე კარგად გავიწელე. ცოტა ვიურჯი შეკიდეთ წონებით. ავოკადოს ნიღაბი წავისვი. წვანეა ცოტა, მაგრამ არ ჩანს. კრემივით ისმევა და მე მგონი ჩამობანო არ სჭირდება, იმდენად კარგად იზილება, მაგრამ თბილი წყლით მაინც უნდა ჩამოვიბანო 1.5 საათში. ეხლა არის 9 საათი. ერთ სერიას ვუყურებ. ახალი სერიალი გამოვიდა, Young Sherlock ესე ქვია. ძალიან კაია. Amazon-ზე დევს. ერთ სერიას ვუყურებ და ნანები 7-ზე რო გავიღვიძო და ჩავიდე სასაუზმოდ არ იქნება ურიგო. დიონ შვიდობისა. ეხლა ჩავდივარ სასაუზმოდ. თმა უნდა გამიშრო მომენტარე. აი ესე. გამეღვიძა. ამას გაეშველება ეს. აი ხანი გავიდა ჩემი ბოლო ვიდეოს მერე. ერთი ვიდეო დავდა ჩემს ინგლისურ არხზე სხვათა შორის და თუ ის არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი მეორე არხი. შვედურის გამოცდა მქონდა კიდე ერთი. შვედურის ახალ დონეზე გადავედი დეკემბრის ბოლოს, ანუ ახალი კურსი დავიწყე
იანვრის დასაწყისში. ხადა ვიფიქრე, რომ ამ ახალ კურსზე მინიმუმ ზაფხულამდე ვიქნები მეთქი, სანამ გამიშვებენ გამოცდაზე. და ამ ჩემმა მასწავლებელმა გამაგდო გამოცდაზე, რომ რა გინდა ვაქო, ანუ ლაპარაკობ იცი ყველაფერია და წადიო გამოცდაზეო. კიდე მთელი დღე ვიყავი გამოცდაზე, ჩავაბარე ეს გამოცდა. ეს SF-ი რაც არის დამწყები დონე შვედურის დავამთავრე. შემდეგ კვირაში ვიწყებ Grunds. Grunds არის Grundlegende, ანუ ესეთი ფუნდამენტური კურსი შვედურში, ანუ რაღაც სხვა დონეა. ხადა წიგნები ვიყიდე უკვე. კიდე ის რომ 30 წლის გავხდი მეც და დევიდის 30 წლის გახდა. თუ მჯეროდეს დებების კეთება რომ დავიწყე ვიყავი 25 წლის. ხადა თქვენს ხელში გავიზარდე. დრო როგორ გავიდა. არაფრით არ გამეზარდა ეს თმა. ყველაზე მეტად დამღალა აი ამ უკანა ნაწილმა, რომ ვერ ვხედავ და ვერ ვწვდები ამ თმავს და ვერ ვიხვევ ქვედა დონეებს კარგად. დავიტანჯე. იმდენი ხანია ჩემს სახეს მზე არ უნახავს. ესეთ თეთრი ჩემი თავი არ მახსოვს. ეს არის ჩემი საბოლოო ლუკი. გაჩვენებთ. აი, ჩემს ფეხსაცმელს ვერ ხედავთ. ეს არის arguably ყველაზე ლამაზი ფეხსაცმელი რაც კი გამეჩნია და ძალიან კომფორტულია თან თმაც მე მგონი მოვიწესრიგე. And pollination factors. პრეზენტაცია მაქვს ერთ საათში. ამ სესიაზე ვარ მე. Today, and I'm going to talk about collaboration and the same thing. It's nice to see that the tool that we developed add the phenotype into our new maps. These concepts into what happens in the dish, not only at the same time. 8 საათია და ეხლა შემოვედი სახლში. მთელი დღე ვლაპარაკობ და ძალიან დავიღალე, მაგრამ დაგააპდეითებთ უცებ. პრეზენტაციამ ჩაიარა არაჩვეულებრივად, ანუ სრული პრეზენტაცია არ მირეპეტიციებ, ვრეპეტიციებდი მარტო პირველ 4 სლაიდს, რომ ვიცოდე, რომ მაგ სლაიდებზე ვიცი ზუსტად რას ვაპარაკობ. ანუ კარგად თუ დავიწყე და პირველი 2 სლაიდი თუ კარგად ვიცი, ზუსტად რას ვამბობ, იმ მომენტში სანამ ტექნიკურად გამართავ ყველაფერს, სანამ აუდიტორიას გადახედავ და დაინახავ რა აღმოვაჩინეთ, რამდენი ხანი რო არ მიფიქრი ამას და არ დავკვრები ვარ. ზოგადად როცა პრეზენტაციას ვაკეთებ ხოლმე, სათვალები არ მიკეთია და ვერ ვხედავ აუდიტორიაში ვინ იზის, ანუ სახეს და გამომეტყველებას ვერ ვხედავ და პრეზენტაციის დროს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანების გამომეტყველების აკითხვას, ანუ რა იცოდე, გაუკვირდება, დაგეთანხმებიან, თავს გიქნებენ თუ არა, ანუ რა სახით გიყურებენ უბრალოდ. რა იმის მიხედვით მე შეცვალო ლაპარაკის მანერა, ან თქვა რას ხსნი, რას არ ხსნი. აქამდე რატომღაც სათვალეს არ ვიკეთებდი ხოლმე, იმიტომ რომ აი რა მივახა თუ ვერ დავინახავ მაინც და მაინც სახეს, რა მნიშვნელობა აქვს თქვა და დღეს მეკეთა სათვალე. ვაიმე, აბსოლუტურად ყველას ვხედავდი, ვინ მეთანხმებოდა, ვინ თავს მიკრავდა, ვინ გაკურებული მიყურებდა. ანუ იმდენი ინფორმაცია მოდის აუდიტორიისგან, რომ ამდენი ხანი ესე ბრმად რატო ვაკეთებდი პრეზენტაციებს არ ვიცი. მოკლედ, ახალი trick აღმოვაჩინე, რომ აწის სუსათვალეებით უნდა გავაკეთო ეს პრეზენტაცია. ძალიან დამეხმარა დღეს. მოკლედ, ამდენი ხალხი ჩემთან არასდროს მოსულა პრეზენტაციის მერე. სასიამოვნოა ხოლმე ისეთ კონფერენციებზე დასწრება და workshop-ებზე, სადაც პრეზენტაციის გაკეთება არ მიწევს, მაგრამ კარგი რამ მოხსენებებში არის ის, რომ როცა მიდიხარ და მოხსენებას აკეთებ, ძალიან დიდი შანსია, რომ ვიღაცა მოვიდეს შენთან და დაგელაპარაკოს ან რაღაცა კითხოს შენს მოხსენებაზე ან პროექტზე. ანუ ძალიან დიდი შანსია, რომ ვიღაცა გაიცნო მარტო იმიტომ, რომ პრეზენტაცია გქონდა. პოსტერიც კი ძალიან ბევრ რაღაცას სვლის, იმიტომ რომ გეხმარება, რომ უცხო ხალხი გაიცნო და როცა პრეზენტაცია არ გაქვს, ესე არავინ არ მოვა და არ დაგელაპარაკება. ჩაკეტილი ხარ შენს წრეში. პროფესიულ წრეს ვერ გაიფართოვებს ადამიანი. ზოგადად პრეზენტაციების კეთება მიყვარს და ყოველთვის ასთვის ნორმალურია ხოლმე, მაგრამ დღეს როგორი კმაყოფილიც ვიყავი ჩემი პრეზენტაციით, იშვიათად ვარ ხოლმე ეგეთი კმაყოფილი. ხვალ მეორე დღეა workshop-ის. თან კარგი სესიებია ხვალ AI-ზეა, კონცენტრირებული multi-omics, ის რაღაცაები ზუსტად რაც მე მაინტერესებს. ხვალინდელი დღე ძალიან საინტერესო და კარგი იქნება. საღამოს ვახშმის მერე მოიტანეს ნაყინის მანქანა და თან ანუ თოპინგები და რაღაცაები იდო გვერდზე, ანუ კარამელი და შოკოლადი მოსასხმელი და რაღაცაები და შეგეძლო შენივე ნაყინის აწყობა. ისეთი კაი ნაყინი იყო, არ ველოდებ რატომ ყავს მეგონა რომ ცუდი ნაყინი იქნება და შოკოლადი არ ქონდათ, მაგრამ შოკოლადი მოვასხი და hit the spot. ძალიან კაი იყო.
ლანჩიც კარგი იყო. და ამინდია ცუდი, ქარი საშინელი. ძალიან ბევრი სოციალიზაცია მომივიდა დღეს. ისეთი ქარიანი და წვიმიანი ამინდია ჯერ არ წვიმს კიდევ კაი და იმედი მაქვს მივასწრებ. ალბათ აქედან უნდა ხარში აზრი არ აქვს ლაპარაკს. Samples. The flagship paper that came out with this. Probability of the leakage or like some. Hello. საუკეთესო მოხსენების ჯილდო ლეგოსთან ერთად. მე ძალიან დავიღალე. ეს იყო და ეს დამთავრდა კონფერენცია. სახლში მივდივარ ხვალ. ერთადერთი დღეს რა მიზანით მაქვს არის რომ ჩავიდე სპორტდარბაზში და ვივარჯიშო. მთელი დღე ვზივარ. დღეს მოგვიტანეს თევზი ლანჩსა და ისეთი კარგი თევზი იყო. უნდა ვისწავლო როგორ უნდა გავაკეთო მეც მასე. Period pains, sore boobs, childbirth, you know. მე 17-ად ვუყურებ Fleabag-ს. Feel things and touch each other. ჩემი საყვარელი სერიალია. Play rugby and we have it. გოტენბურგის ბოლო დღე. ეხლა უნდა ჩავიდე საუზმეზე და მე მივდივარ ჩემი მეგობრის სანახავად, რომელიც არ მინახავს, მე მგონი 1-5 წელია. ჰერი, სადაც უნდა შევხვდე ჩემ მეგობარს იქამდე არის 9 საათი ფეხით და დრო მაქვს ჩეკაუთი გავაკეთე უკვე და გავისეირნოთ თან ქარი არ არის და არ წვიმს პირველად ამ ქალაქში რაც აქ ვარ და დავტკბეთ გოტენბურგით. What did we get? Almost zero. And what's that? This one I picked up. I thought you didn't want them, sir. Well, I changed my mind.